ფიცარ-აკრული კარფანჯრები, პოლიციის ავტომობილები, აბრები ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით, ქუჩებში უსაქმურად მდგომი ახალგაზრდები. ყველაფერი ეს ხშირად მოგხვდებათ თვალში ჩიკაგოს სამხრეთ უბანში ეგრეთ წოდებულ საუთ საიდში ყოფნისას. მე ობამას უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით. ჩიკაგოელები მას დიდი ხანია იცნობენ. ობამას და მის მეუღლეს ბევრი კარგი აქვთ გაკეთებული ხალხისთვის. ისინი ქალაქის უბნების უკეთესობისკენ სვლას უწყობდნენ ხელს. რიკის თქმით, პრეზიდენტს პრეზიდენტობის მეორე წელსაც შეუძლია აქ მცხოვრებ ხალხს დაეხმაროს. ქალაქი ძალზე ცუდ დღეშია. პრობლემას უმუშევრობა, ნარკომანია და ბანდები წარმოადგენს. სიტუაცია მართლაც საგანგაშოა. ჩიკაგოს მუსლიმთა ქსელი ერთ-ერთი ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფია, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი ეხმარებოდა. ალჰამ საედი ჯგუფის координаტორია. საზოგადოების გასაჭირზე ნათელი წარმოდგენის შექმნისთვის ჩვენ ყველანი რიგით ხალხთა პირდაპირ ვსაუბრობთ. ვცდილობთ უბნებს ისეთი ლიდერების ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ, რომლებიც არსებული არადამოკმაყოფილებელი პირობების შეცვლას შეუწყობენ ხელს. სწორედ ასე მოქმედებდა ამ უბანში ბარაკ ობამა. ალამი თulis რომ მიუხედავად იმისა, რომ ობამა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მას საუთსაიდის მობინადრეების წინაშე პასუხისმგებლობა მაინც მოეთხოვება. კავშირი არ უნდა შეწყდეს, ხალხი ყოველთვის უნდა აანალიზებდეს ძალაუფლების სტრუქტურის ქმედებას. ჩვენს მიერ არჩეულ მოხელეებს აუცილებლად უნდა ვაკონტროლებდეთ. სალმან ჩოდრი ჩიკაგოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე კომპანიაში ინფორმაციის ტექნოლოგიის მენეჯერად მუშაობს. შაბათობით კი იგი საზოგადოებრივი აქტივობის ცენტრში კომპიუტერის შესწავლის კურსს უძღვება. მისი აზრის წარმატების მიუხედავად, ობამამ მან ჩიკაგოს საზოგადოებრივ საქმიანობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანა. ახლა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს საქმეში ჩაბმა, არა მარტო საკუთარი უბნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ შტატებისა და მუნიციპალიტეტების საქმიანობაშიც. ეს მოხალისეები არსებულის გაუმჯობესებას ცდილობენ. აქაურობა საზოგადოების მოთხოვნათა მრავალფეროვნების ნათელი ასახვაა ცენტრში. კომპიუტერის მოხმარების კურსის გარდა სტუდენტებს ესპანური ენის სწავლაც შეუძლიათ. ირინა ცერცვალზე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.